კვარას ფაქტორზე მინდა რომ რაღაცნაირად ცოტა მეტი გავამხილოთ ყურადღება. რეალურად კვარამ და ზურიკო დავითაშვილმა ბათუმის დინამოში გადმოსვლით რა მოუტანეს კლუბს დღესაც მათ შორის. დღესაც ჩვენ საუბრობდით ჩაწერამდე და დაახლოებით საშუალო დასწრება არის 10,000-ზე მეტი ადამიანი. საშუალო დასწრება, რაც საქართველოს ჩემპიონატისთვის არის დიდი რიცხვი. სხვა ვადარებთ, ვედრებით აქაურას თქო დასწრების მაჩვენებას. შესაბამისად, ესეც ერთ-ერთი ფაქტორი იყო თუ არა რომ კვარამ, ზურიკომ, აი ამ ბრენდმა, ორმა ბრენდმა იმუშავა. გარკვეულწილად ვიტყვი რომ კვარას და ზურიკოს ბათუმში ყოფნამ გულშემატკივრებში გააჩინა მოლოდინი რომ სულ უნდა იყვნენ ამ გუნდში ვარსკვლავები და თამაშა ძალიან მაღლა ასწია. დღესდღეობით მოთხოვნა არის გუნდის მიმართ იმაზე რომ მინიმუმ ერთი თუ კვარას დონის არა ვარსკვლავი ფეხბურთელი იყოს გუნდში და ხარისხი ძალიან მაღლა აწიეს ამ ფეხბურთელებმა და რა თქმა უნდა ცნობადობა ბრენდის ლოგოს ამაღლდა ვფიქრობ დღეს ქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა იტალიიდან, საფრანგეთიდან, სადაც თამაშობენ, ხო, ზურიკო და ხვიჩა კვარაცხელია, ჩამოდიან ჟურნალისტები გადაღებაზე, აკეთებენ რაღაც სიუჟეტებს. აინტერესებს საიდან წავიდნენ ფეხბურთელები. არ ამგონია, რომ ოდესმე ბათუმის დინამოს ცხოვრებაში არსებობდა პერიოდი, როცა ლეკიპის, იტალიური სხვადასხვა გამოცემების, მარკას თუნდაც ჟურნალისტები ჩამოდიოდნენ ბათუმში და იღებდნენ საფეხბურთო მიმართულებას ამ ქალაქის. ეს რეალობა დღეს დაგვიდგა და ეს რა თქმა უნდა არის ხვიჩას ზურიკოს და მენეჯმენტის დამსახურებას რომ ცოტა ხელი შეუწყო იმას რომ ეს ფეხბურთელები ბათუმის დინამოში თამაშობენ. ხო, ესე ახდენენ ადამიანები გავლენას კლუბებზეც, რეგიონზეც, ქვეყანაზეც, ეკონომიკაზეც მათ შორის, იმიტომ რომ მე მახსოვს, როცა აქ იყო ნორვეგიასთან თამაში, ანუ პრაქტიკულად გადავსებული იყო ბათუმი, აქ კვარას ფაქტორი რა თქმა უნდა ძალიან დიდი იყო.